ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლის მომცველი შეთანხმების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. თუმცა მაინც იმდენად არა, რამდენადაც გვინდა. რატომ? რაშია პრობლემა? პრობლემა აქვს ჩვენი მეცხოველეობის და მეფრინველეობის პროდუქციას. ევროპულად ამას ქვია ცხოველური წარმოშობის სურსათი. და პრობლემა არის მათი დაავადებები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ზოონოზური დაავადებები. ანუ ის, რაც ცხოველიდან ადამიანზე, ან და პირიქით, ადამიანიდან ცხოველზე გადადის. ევროკავშირის კანონმდებლობა ითხოვს, რომ სასურსათო პროდუქცია სრულად გარანტირებულად დაცული იყოს ამ დაავადებებისგან. ამისთვის ევროკავშირის კანონმდებლობის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანა საკმარისი არ არის. ეს კარგახანია განხორციელდა კიდეც. ძალიან რთულია ამ კანონმდებლობის სათანადოდ განხორციელება. იმიტომ, რომ ერთი მხრივ პრაქტიკულად უნდა აღმოიფხვრას დაავადებები, განსაკუთრებით ზოონოზური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებსა და ფრინველებში. და ამავე დროს მაქსიმალურად შეიზღუდოს და გაკონტროლდეს ვეტერინარული პრეპარატების, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოყენება. ვინაიდან ეს პრეპარატები შემდგომ ცხოველური წარმოშობის სურსათში ხვდება, ანუ იმ ადამიანების ხელში ხვდება, ვინც ამ პროდუქტს მოიხმარს და იწვევს ეგრეთ წოდებულ რეზისტენტობას, ანუ ბაქტერიების მიჩვევას, მდგრადობას ანტიბიოტიკებისადმი, რაც შემდგომში ამ ადამიანების მკურნალობას ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან მნიშვნელოვნად ართულებს. გამოდის, რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ფერმის ცხოველების და ფრინველების ჯანმრთელობა, ძირითადად პრევენციის, ანუ ბიოუსაფრთხოების წესების დაცვის ხარჯზე, მკურნალობის, ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვით. ეს ძალიან რთული ამოცანაა. ის მოიცავს პირველ რიგში პროდუქტიულ ცხოველთა საყოველთაო რეგისტრაცია იდენტიფიკაციას, საჭიროებისას სავალდებულო აცრებს, სავალდებულო ვეტერინარულ ზედამხედველობას. ცხოველიდან, მათ შორის ცხოველის საკვებიდან, სასურსათო პროდუქტამდე მიკვლევადობის სისტემის აწყობას და ფუნქციონირებას. ზოგ შემთხვევაში დაავადებულ ცხოველთა განადგურებას და მფლობელთა კომპენსაციას. ჯანსაღი სერტიფიცირებული გენეტიკური გასამრავლებელი მასალით უზრუნველყოფას, ცხოველთა კეთილდღეობის წესების დაცვას და მუდმივი მონიტორინგის პროგრამების განხორციელებას, რათა თანდათანობით მივაღწიოთ დაავადებებისგან თავისუფალ სტატუსს ცალკეული ჯოგებისთვის, ზონებისთვის და საბოლოოდ მთელი ქვეყნისთვის. ეს გრძელი და ხარჯიანი პროცესია. რაც მთავარია, ის დაწყებულია, გეგმები დასახულია და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი სათანადოდ და დროულად განხორციელდება.